ესე იგი დავარქვათ აი ამ ქცევას, რომელიც ჩამოყალიბდა სწორედ ამ ევოლუციური გზით ერთს დავარქვათ, ესე იგი დმ-ს ქცევა, რომელიც არის ქალების ქცევა, მეორეს დავარქვათ დმპ ქცევა, რომელიც არის კაცების ქცევა. და ეს გრძელდებოდა ძალიან დიდხანს. გარდატეხა აი ამ რამაც შეიტანა ცვლილება აი ამ პროცესში, ეს დაიწყო სადღაც მე-18 საუკუნეში. ну, პრინციპში ალბათ დაიწყო აღორძინების პერიოდიდან, მაგრამ ну, მაინც ახლა უფრო ხელშესახები და მეტნაკლებად საყოველთაო გახდა მე-18 საუკუნეში, როდესაც განვითარდა მედიცინა და შესაბამისად აღარ იყო სარისკო ასეთი ქალების ჭკვიანი და ნიჭიერი ქალების გამრავლება. სხვა შორის მნიშვნელოვანია და საინტერესოა, რომ სწორედ ესეთი პირველი ემანსიპაციური ტალღები, ეს როგორც დაიწყო, როცა ქალები გამოვიდნენ თქვენს, რომ ჩვენ არანაკლები ვართ ვიდრე კაცები და შემდეგ ეს დაიწყო ზუსტად ესე იგი მე-18 საუკუნის მე-19 საუკუნის მიჯნაზე მე-19 საუკუნეში. ამიტომაც აი სწორედ მედიცინის განვითარებამ, ტექნოლოგიების განვითარებამ გამოიწვია ის, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ქალი, ჭკვიანი ქალი ამ შემთხვევაში ერთვებოდა გამრავლებაში და შესაბამისად უფრო მეტი ჭკვიანი ქალები ჩნდებოდნენ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იყო დაუშვათ სრული ემანსიპაცია და სრული ნახოთ გამოსვლა და ну თუ ვიტყვით რომ ეს არის უფლებებისში შელახვა ქალების ამ უფლებების დაბრუნება. ისევ არ შეიძლებოდა მე-18 საუკუნეში, მე-19 საუკუნეში კი შეიძლება ქალი ესე იგი იყო მონაწილე აი ამ ჭკვიანი ქალი კვლავ გახდა გამრავლების მონაწილეს პროცესი, მაგრამ უკვე პრობლემა იყო სხვა, პრობლემა იყო ელემენტარულად ესე იგი ბავშვების მოვლა, სახლის გაძღოლა და შესაბამისად ქალს არ შეიძლება და იმავე დროს ყოველ და ბავშვები და ამავე დროს ის ყოფილიყო აქტიური სოციალურად. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ეს რაღაცა ტექნოლოგიური განვითარების გამო აი უფლებების შეზღუდვა ეს არანაირად არ არის, მაგრამ სწორედ ეს შეზღუდვა, სოციალური შეზღუდვა მოიხსნა, ესე იგი სრული მონაწილეობა იმ ქალებისთვის, რომ ბავშვები ყავდათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კვლავ იყო საკმაოდ შეზღუდული. ეხლა რა მოხდა უკვე მე-20 საუკუნეში? მე-20 საუკუნეში კიდევ უფრო დაიხვეწა ტექნოლოგიები, ან მედიცინა, გაიზარდა კეთილდღეობა, ამ შემთხვევაში მე სულ მაქვს ლაპარაკი, ესე იგი ევროპულ ცივილიზაციაზე და ევროპულ სამყაროზე, ამერიკაც აქ შედის. გაჩნდა მეტი შესაძლებლობები და აბსოლუტურად ისეთი იყო, უპრობლემო იყო ამ შემთხვევაში, რომ ქალებს ზედამევ დროს გამრავლებაშიც მიიღოთ მონაწილეობა, თანამედროვე დროს ყოფილიყვნენ სოციალურად და პოლიტიკურად აქტიურები. შედეგად ჩვენ მივიღეთ ის, რაც დღეს გვაქვს ეს სურათი, ანუ დღეს სურათი არის ისეთი, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ქალი არის სოციალურად აქტიური, სულ უფრო და უფრო მეტი ქალი ხდება ჩართული პოლიტიკაში, მეცნიერებაში, ნელ-ნელა, მე რომ ესეა ეხლა, ნელ-ნელა კაცების წვლილი საზოგადოების განვითარებაში და ქალების წვლილი, მე ვამბობ არა იმას, არა დავუშვათ სპეკულაციას, როცა ვამბობ არა ქალები ეს რას ამბობთ ისინი ბავშვებს აჩენენ და აი როგორც ქართველები ამბობენ რომ ქალი ეს არის ბურჯი აჩენენ, არა მე ვამბობ თანაბარ უფლებებზე, მაგალითად როგორც არის კაცების წვლილი, ხო, იგივე პოლიტიკაში მონაწილეობა, მეცნიერებაში მონაწილეობა, ხელოვნებაში მონაწილეობა, ქალების წვლილი ნელ-ნელა მთელ მსოფლიოში ხდება ესე. რატო ხდება მთელ მსოფლიოში ესე და არა მარტო ევროპაში? იმიტომ რომ ნელ-ნელა ეს ევროპული ცივილიზაცია თავისი გავრცელებით შეაქვს ამავე დროს მედიცინას, შეაქვს ეს ახალი წესები და შესაბამისად მთელ მსოფლიოში ნელ-ნელა ქალები იწყებენ კაცების თანაბარი როლის დაკავებას. რომ ნახოთ სტატისტიკა, აი დავუშვათ, ну მაგალითად, რომ ნახოთ აი სპორტში მიღწევები ქალების და კაცების, ეს რა თქმა უნდა ჯერ კიდევ არ არის გატოლებული, მაგრამ ნელ-ნელა ეს ქალების მონაცემები, სპორტული მონაცემები ნელ-ნელა ეწევა კაცების მონაცემებს, თუმცა არის ესე იგი შეჯიბრებები მთელი სახეობები, სადაც ისინი უკვე ძალიან ძნელია და უკვე რაღაცა სპეკულაციები გჭირდება იმ დონეზე, რომ განასხვაო დაუშვათ ქალების და კაცების შედეგები ერთმანეთისაგან, მაგალითად საცხენოსნო სპორტი, მაგალითად ჭადრაკი, ეს არის ის სფეროები, სადაც ქალები და კაცები თანაბრად შეუულიათ უკვე მათ თანაბრად იასპარეზონ. ასევე სულ უფრო და უფრო მეტი ქალი ხდება ჩართული მეცნიერების მიღწევებში, სულ უფრო და უფრო მეტი ქალი ხდება ჩართული ინოვაციების დანერგვაში. ეს ყველაფერი არის არა ადამიანის უფლებებისათვის ბრძოლის შედეგი, თუმცა რა თქმა უნდა ადამიანის უფლებებს აქვს თავისი
თავისი წილი ამაში, მაგრამ ის რომ ქალებმა დაიწყეს საკუთარი უფლებების დაცვა, ეს უფრო არის ტექნოლოგიის დამსახურება ვიდრე დაუშვათ ესე იგი თვითონ აი ამ ქალების, იმიტომ რომ არ ყოფილიყო ეს ტექნოლოგია, რომელიც საშუალებას მოგცემდა რომ კვლავ დაბადებულიყო ბევრი ჭკვიანი და ნიჭიერი ქალი და არ ყოფილიყო მათი ამოღება გამრავლებიდან, არც ბუნებრივია ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნა გაჩნდებოდა. ესე იგი შედეგად ახლა საინტერესო ბუნებრივია, ხო და გარდა ამისა, სწორედ აი ამ ხაზის, ესე იგი ახლა წარმოვიდგინოთ ესეთი რაღაცა, რომ მთელი 30000 წელი ხდებოდა ქალების ამოღება იქიდან, გამრავლებიდან, ბოლო 2 საუკუნეა ეს აღარ ხდება, იმიტომ რომ ეს არის უხდება, ბოლო 1 საუკუნეა, რაც ქალები უკვე თანაბრად კაცებთან თანაბრად მონაწილეობენ სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. ახლა ბუნებრივია ეს დიდი დისბალანსია, ფაქტობრივად ეს არ დისკრიმინაცია, არა, სოციალური დისკრიმინაცია დაუშვათ ჭკვიანი ქალების, რომელიც აი 1000 წლეულების განმავლობაში მიდიოდა და დაუშვათ ეს დისკრიმინაციის მოხსნა და ემანსიპაცია, რომელიც არის სულ რაღაც 1 საუკუნის ამბავი, ასე რომ მაგრამ სწორედ აი ამ გენეტიკური კანონების გამო ჩვენ კიდევ 30000 წელი არ უნდა ველოდოთ იმას, რომ ქალები და კაცები თავიანთი უნარებით გაუტოლდებიან ერთმანეთს. ეს მოხდება ბევრად უფრო ადრე და ეს ხდება ჩვენს გარშემო. მაგრამ ეხლა რა არის საინტერესო, ესე იგი ბუნებრივია ნებისმიერ სოციალურ ცვლილებას აქვს თავისი შედეგები, ხო? თუ ცვლილება შედეგები არ აქვს, მაშინ ცვლილება უბრალოდ არ არის. ერთი ცვლილება დავუშვათ უკვე თქვით, რომ ეს არის ის, რომ ქალების და კაცების უნარები ნელ-ნელა ერთმანეთს უტოლდებიან და ის სფეროები, რომლებიც ქალები და კაცები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ნელ-ნელა უკვე ქრება. ახლა რას უნდა ველოდოთ მომავალში, ეს ისე, არ ვიცი, ახლა რა იქნება, ეს იქნება ქალების და კაცების შერეული საფეხბურთო გუნდები თუ სხვა რამე, მაგრამ პრინციპში რატომაც არა. მაგრამ ეს დავუშვათ ეს მივანდოთ მომავალს და ნახავთ ყოველ შემთხვევაში, მე დარწმუნებული ვარ, მეც და თქვენც აი ესეთ ცვლილებას მოვესწრებით, მაგრამ საინტერესოა რა ხდება. სწორედ ამ ტექნოლოგიურმა განვითარებამ და სწორედ აი ამ წესების შეცვლამ, ახლა წესი ბუნებრივია იცვლება, ხო? თუ დავუშვათ რამდენიმე საუკუნის წინ ძალიან იშვიათი იყო ის, რომ ქალი იღებდა განათლებას, ევროპაშიც კი, თანამედროვე სამყაროში ეს უკვე თავისთავად ცხადია. ხო, პირიქით უცნაური არის და ესეთი რეტროგრადულად და ულტრატრადიციულად ითვლება ეს საზოგადოებები, სადაც ქალები არ იღებენ განათლებას და არ აქვთ აი ამ სოციალიზაციის კაცთან გათანაბრებული უფლებები. მაგრამ აი რაც საინტერესოა და ეს სადაც ჩანს დაუშვათ ის მემკვიდრეობა 30000 წლიანი, ეს არის და ამას ნელ-ნელა აკვირდებიან ესე იგი სოციოლოგებიც, ხელოვნებაშიც ხდება ამის მანიფესტაცია, ხელს ნაწარმოებში რომ ნელ-ნელა აი ამის გამო კაცებსა და ქალებს შორის ჩნდება ქცევითი ბარიერი. ახლა ქცევითი ბარიერი რა არის? ქცევითი ბარიერი ეს არის წინააღმდეგობა, რომელიც ჩნდება წინააღმდეგობა ორ ქცევას შორის. ხო, ქცევა ისეთი რაღაცაა, როდესაც ერთი ადამიანი რო იქცევა, ეს ქცევა ატარებს გარკვეულ შინაარსს და იგულისხმება, რომ მეორე ადამიანმა ეს შინაარსი უნდა გაიგოს. ხო, ეს მარტო ადამიანების შემთხვევაში არ არის ესე, ცხოველების შემთხვევაში ესეა. როდესაც ჩნდება წინააღმდეგობა კოდებს შორის, კოდები ეს არის როგორც ქცევა გადაეცემა, ხო? მაგალითად მე რო გავაკეთო ეს ხელით, აი ესე რო გავაკეთო, ხო? ეს ნიშნავს, რომ ეს თქვენთვის ცხადია, ხო? ყველასთვის რომ ეს ნიშნავს, რომ წადი, ხო? მაგრამ წარმოვიდგინოთ ისეთ ვითარება, როდესაც ეს ნიშნავდეს დავუშვათ არა წადი, არამედ ნიშნავდეს მოდი, ხო? ამ შემთხვევაში ეს ქცევა იქნება ბარიერული, ანუ მე ამაში გულისხმობს სულ სხვა რამეს არ ვლაპარაკობ და მეორე ვინც ამას უყურებს, მას ესმის აბსოლუტურად საპირისპიროდ ეს ქცევა. აი ეს არის სწორედ ქცევითი ბარიერი, რომ მისთვის ეს ქცევა ნიშნავს სხვას, ჩვენთვის ეს ქცევა ნიშნავს სხვას. ესეთი ელემენტარული ახსნა. ეხლა რაც შეეხება, ესე იგი რატო ჩნდება ბარიერი ქალებსა და კაცებს შორის? აი ცოტა ხნის წინათ რო გითხარით, რომ ესე იგი მიხვდავთ ყველაფრისა, მაინც არის ესე იგი ეს ჩამოყალიბდა, ეს ქცევები ჩამოყალიბდა როგორც დაქვემდებარებული ქცევა და დამქვემდებარებლის ქცევა, ანუ კაცების და ქალების. მიუხედავად იმისა, რომ ქალები ნელ-ნელა თანაბრად მონაწილეობენ პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ დავუშვათ აჩენენ ბავშვებს და გარდა იმისა, რომ ქმნიან ოჯახებს და ამ შემდეგ, ქცევები, რომელსაც აქვს 30000 წლის ისტორია, კვლავ არის მყარი. ანუ, რას ვამბობ? ანუ ქცევა, როგორც იქცევა ქალი და ქცევა, როგორც იქცევა კაცი, კვლავ არის ძველებული. ანუ კაცის, ესე იგი, ასე ვთქვათ,
სოციალური ქცევა, მას აქ ნასწავლეს სოციალური ქცევა ის უნდა იქცეოდეს როგორც დამქვემდებარებელი, ხალხს ასევე სულ ერთად საერთოდ ოჯახიდან, სკოლიდან თუ სხვა იმიდან აქვს ნასწავლი, რომ ის უნდა იქცეოდეს როგორც საპატრონო და დაქვემდებარებული. შესაბამისად, მაგრამ მეორე მხრივ ქალები თავის სოციალურ და პოლიტიკურ ქცევაში იქცევიან და ავლენენ იმ სურვილებს და იმ მოთხოვნებს, რომელიც მანამდე ჰქონდათ კაცებს. ამიტომ წარმოიშობა ეს ქცევითი ბარიერი, რომლის გამოხატვა თქვენ შეიძლება გაიგონოთ, ნახოთ, რომ დავუშვათ რაღაცა საზოგადოება გაფუჭდა, რომ ისინი არც აღარ ვარგნან, რომ ქალი ქალს კაცი კაცს არ გავს, მაგრამ ყველაფერი ამის უკან დგას სწორედ ის, რომ ქცევითი ბარიერი გაჩენილია, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ესე იგი ქალები და კაცები და საერთოდ ადამიანების ნომერი არსებები არიან, ეს ქცევითი ბარიერი ალბათ მალე გადაილახება. და აი რო გადაილახება, რა მოხდება ამის მერე, უკვე ძალიან საინტერესო. იქცევ თავიდან რო ახსნათ, ანუ რა ხდება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 200 წელია ქალები ნელ-ნელა იწყებენ ესე იგი აღდგენას თავისუფლებებში, ბრჭყალებში რა თქმა უნდა, აღდგენას თავისუფლებებს აღდგენას და პოლიტიკური და სოციალურ ცხოვრებაში მონაწილეობას, ისინი მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნელ-ნელა ხდებიან კაცების თანაბარნი, არა მარტო თავის უფლებებში, არამედ თავის უნარებშიც, ქცევები, რომელიც ყალიბდებოდა 30000 წლის განმავლობაში, არის დარჩენილი იგივე. ანუ ქალი იქცევა ისე როგორც ქალი, ანუ იქცევა ისე როგორც თითქოს ის არის დაქვემდებარებული ქცევა, თითქოს ეს არის საპატრონოს ქცევა, კაცი კვლავ იქცევა, თითქოს ეს არის დამკვირვებლის ქცევა და პატრონის ქცევა, მაგრამ რეალობა მას, ესე იგი, რეალობა ამას ეწინააღმდეგება. შესაბამისად, ასე რას მივიღებთ ამის შედეგად, ხო? როდესაც ქალები და კაცები და სულ უფრო და უფრო ხშირია გაუგებრობა საზოგადოების ამ ორ ნაწილს შორის, ხო? ესე იგი, ქალები ამბობენ, რომ კაცები არ ვარგნან, კაცები ამბობენ, რომ სადღა არიან ის ძველი ქალები და ამ შემდეგ. ამას ყველაფერს აქვს თავისი ევოლუციური საფუძველი. და სანამდე მივალთ, ხო? ეს არანაკლებ საინტერესო კითხვა, რა იქნება ამისი შედეგი. ეხლა თუ ჩავთვლით ჩვენ, რომ ორივე ქცევა შესაძლებელია, ხო? ერთი მხრივ ქალების ქცევა შესაძლებელი, იმიტომ რომ ქალები ერთი მხრივ იქცევიან ისე, როგორც საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, მაგრამ მათი აღზრდის ქცევა არის აი 30000 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული, ანუ არარეალისტური და ყალბი ქცევა, კაცებიც იქცევიან როგორც ასევე საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, მაგრამ მათი ქცევაც არის ჩამოყალიბებული 30000 წლის განმავლობაში და ესეც არის ყალბი ქცევა. ანუ მათი დასწავლილი ქცევა არ შეესაბამება იმას, რა მოთხოვნასაც მათ უყურებს საზოგადოება. როგორც ქალების შემთხვევაში, ასევე კაცების შემთხვევაში. ანუ რაზე აქ ლაპარაკი, ხო? მაგალითად ჩვენ ახლა ვუყურებთ, რომ და ეს განსხვავებები არის ყველგან, ყველაზე უფრო განვითარებულ და ცივილიზებულ საზოგადოებებში, ხო? მაგალითად ჩვენ ვიცით, რომ ესე იგი აი იგივე ის ვთქვათ, დაუბრუნდეთ დავუშვათ სპორტის მაგალითს. ხო, ჩვენ ვიცით, რომ ქალების და კაცების სხვადასხვა უნარები და სხვადასხვა პერფორმანსის საშუალებები აქვთ, ხო? ნუ ვიცით რატო? ვიცით, იმიტომ რომ ვიცით, რომ კაცთა გუნდები, ვიცით, რომ არის ქალთა გუნდები, ხო? ეს ფაქტი ეს არის აი სწორედ ესეთი აღზრდის შედეგი, სოციალური აღზრდის შედეგი, რომელიც გვეუბნება, რომ ქალები არიან უფრო სუსტები ვიდრე კაცები. ხო, ეს სოციალური სტრუქტურა ამას გვეუბნება. მაგალითად, ასევე დავუშვათ ვიცით, რომ ესე იგი რას ნიშნავს, უმეტესად ვიცით, ხო, უმეტესად ვიცით, თუ ძალიან ახლა ემანციპირებული საზოგადოება არ არის, რას ნიშნავს ქალის აქციაზე, რომ ქალი უნდა იყოს დედა, რომ ქალმა უნდა გაძაბდოს ბავშვი, რომ ესე იგი კაცს მაინდა-მაინც ესე იგი არ შეუულია დავუშვათ დედის როლი შეასრულოს. მაგალითად ვიცით, რომ როგორც წესი, ხო, აი მაგალითად, როდესაც საჭირო ბავშვის მოვლა, დეკრეტულში გადიან ქალები და არა კაცები. ну, თუმცა არის შემთხვევები, როცა კაცებიც გადიან, მაგრამ ეს გამონაკლისებია. მოკლედ ეს არის კომპლექსები ქცევების, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ქალები და კაცები განსხვავდებიან არა მარტო მათი სოციალური როლებით, არამედ მათი უნარებითაც. რომ კაცების უნარები რაღაცაში არის უფრო მეტი, ქალების უნარები რაღაცაში არის უფრო მეტი, მაგრამ მათი ერთმანეთთან პირდაპირ ესე იგი შეჯიბრება, ამათ ჩვენ გვეუბნება სოციალური გარემო, არ შეიძლება. თუმცა მეორე მხრივ თუ შევხედავთ სტატისტიკას, თუ შევხედავთ იმას, რაც ხდება ჩვენ გარშემო საზოგადოებაში, ესე არ არის. არანაირად პირიქით ნელ-ნელა ყოველთვის ცხადი ხდება, რომ შესაძლებელია ქალებს ჰქონდეთ კაცებთან შესაძიბრებელი უნარები და კაცებს ჰქონდეთ ქალებთან ასევე შესაძიბრებელი და შესაძლებელი უნარები. იმიტომ რომ ეს რეალობაში ხდება, იმიტომ რომ თუ დავუშვათ ქალები
თანამორწმუნე პოლიტიკაში, თანამორწმუნე მეცნიერებაში არის სპორტის სახეობები, სადაც ქალები და კაცები თანამორწმუნეობენ, მაშინ აი ეს აღზრდის სისტემა, აღზრდის სისტემა მე ამ შემთხვევაში აღზრდის სისტემაში გულისხმობ ძალიან ფართო იმას, ესე იგი სოციალიზაციის მთელ სისტემას გულისხმობს, ანუ რა გვხდება ჩვენ სამყაროში, როდესაც ჩვენ შევდივარ და ვიწყებთ მასში გარკვევას.